თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სანზონის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ და ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ. ნიკა მელიამ ყურადღება გამახვილა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე და ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე. ჩვენ ყველამ ერთად ხარ გავუჭიროთ კვლავ არაკომპეტენტურ ხელისუფლებას, უნიათო და უნარო ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ ვერ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, პირიქით დაკარგა დამატებითი სამუშაო ადგილები, ვერ გაზარდა პენსია, პირიქით გაიზარდა სოციალურ დაუცველთა რაოდენობა, ვერ განახორციელა ვერც ინფრასტრუქტურული, ვერც სოციალური პროექტები და ეს არის არჩევნები რეალურად განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანის თბილისში, სადაც უნდა განხორციელდეს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი. ამიტომ არჩევანი არის მარტივი, არჩევანი პროგრესის ან რეგრესის სასარგებლოდ. მე 4 წელიწადია ამ საზღვრის დეპუტატი ვარ, თითქმის ზეპირად ვიცი მთელი უბანი, მე დავიბადე აქ, გავიზარდე აქ და თითოეული საზონელის პირველი ვიცი, თითოეული ადამიანის პირველი ვიცი. ამ 4 წლის განმავლობაში შრომისგან განსხვავებით ჩვენ არ დავმალულ ვართ, მოძრაობდით და გაძღებული საქმე მინდა რომ დავამთავროთ.